მოგესალმებით ყველას, ეხლა შევეცდები რომ აგიხსნათ რისკ მენეჯმენტი, რაც მე ვიყენებდი ფანდედებზე, როგორ გადავლახე ფანდედები, რა სტრატეგიას ვიყენებდი, ნუ მაგას მე შევეხებით, მაგრამ ეხლა უბრალოდ რისკ მენეჯმენტს აგიხსნით, ანუ არ იქნება რაღაცა მიჭრა-მოჭრა იქნება ომი ვიდეო, არც დავაიდეთ არაფერს, ეგრევე შევუშვებ ამას, ამიტომ მოდი გადავიდეთ ეხლა და დავიწყოთ. პირველ რიგში ამ რისკ მენეჯმენტით ვაჭრობდი მე ფანდედზე, ამიტომ ეხლა აგიხსნით, რამდენს რისკავთ, როგორ რისკავს, როგორ ვაყენებ სტოპ-ლოსს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი დავიწყოთ. რისკით თუ ტრეიდში. წაგების მაქსიმუმი 55 ტიკი, ეს არის Nasdaq-ზე ფიუჩერსებზე ასყობილი. წაგების მაქსიმუმი 55 ტიკი, თითო ტიქსზე 0.50 ცენტი, 4 მიკროზე, იდეაში 55 ტიკი გამოდის $110 თითო ტრეიდზე, ტრანზაქციაზე. მოგების მიზანი თითო ტრეიდში იქნება 1 და 2. ერთ-ერთი შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ უმჯობესი იქნება რომ 1 და 2 გავაკეთოთ ხოლმე რა. 110 ტიკი გვექნება თარგეტი. თითო ტიქსზე იქნება 0.50 ტიკი, ესე ვთქვათ, და ლეპტოპი მიჭდება. ხო, იქნება 4 მიკროზე $220 თითო ტრეიდში. ანუ წაგების შემთხვევაში ვაგებთ $110, მოგების შემთხვევაში ვიგებთ $220. ვაჭრობის შეჩერება, ანუ ზედიზედ დროს წავაგებთ 2 ტრეიდს, მას შევჩერდებით აღარ ვივაჭრებთ იმ დღეს განმავლობაში, იმიტომ რომ უკვე ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს შეუძლია დღეში ორი ფსიქოლოგიური გადაწყვეტილების მიღება და ორი ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებაზე მეტი უკვე არის თავისი კონტროლობა და თავისი ვეღარ აკონტროლებთ, ხო? ამიტომ ორ ტრეიდს მე აღარ ვაჭრობთ. ნუ როგორც მე მოგება, ეს თქვა ტრეიდი მიაღწევს 55 ტიქს პროფიტისკენ, ნუ ეხლა უყურეთ მაშინ წყვეტავთ უკვე, ანუ შევაფასებთ, გადავიტანთ თუ არა ჩვენ stop loss break even-ზე, entry-ზე, თუ პროფიტში გადმოვიტანთ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხა მე თუ ტრეიდი გავხსენი, პროფიტში ვიყავი და ანუ ეს პროფიტი არ დავაფიქსირე, წავაგე და პლუს წაგებაში გავედი, ხო, რა აზრი ქონდა ტრეიდის გახსნას და ძალიან ცუდად იგზნობ მე თავს და ნუ მე ეს უკვე ფსიქოლოგიურად წეხავს და აღარ გინდება რომ ტრეიდი გახსნა და ნუ ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია, ამიტომ მაგას ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ ეს ვიდეო უფრო რისკ მენეჯმენტია მითითებული. ეხლა უყურე, ამას თუ მივყვებით, ამ რისკ მენეჯმენტს წარმატებული ტრეიდების შემდეგ, ანუ დაახლოებით $3,000 თუ გვექნება ტოპ-სტეპის 50,000-იან აკაუნტზე თარგეტი, დაახლოებით თითო ტრეიდში თუ მოვიგებთ $220, მაგრამ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ სტაბილურად ხა 13 ტრეიდს ესე ვერ მოიგებ, მაგრამ თუ მოიგებ 13 ტრეიდს ამ თანხით, ესეთი რისკ მენეჯმენტით, ძალიან პატარა თანხა დაგაკლდება, რომ ფანდები გადალახო. წაგება შეიძლება გქონდეს, მაგრამ 13 ტრეიდში, 13 ნახევარ ტრეიდში, 4 ნახევარ ტრეიდში დახურავთ ფანდებს და მიაღწევთ $3,000-იან აკაუნტზე. ნუ მოდი ესეთი ჩელენჯი იქნება, რა ვისაც გამოწვევები გიყვართ, ნუ ცხადეთ. ეხლა ეს უბრალოდ არ ჩახტეთ და არ მიახტეთ გინა ტოპ-სტეპის აკაუნტს, რასაც გინდა უბრალოდ ესე მე არ დამიჯეროთ თქმად, უბრალოდ გამოცადეთ რა. ეს არ არის ფინანსური რჩევა. მე უბრალოდ გიზიარებ ჩემს გამოცდილებას და როგორ ვაჭრობდი მე. შეიძლება ჩემზე მუშაობს, შეზე არ მუშაობს, ლოგიკურია, ხო? ამიტომ ეგაც გაითვალისწინეთ რა. ეხლა მე არავის არ ვაძალებ, რომ ეს გინდა თუ არა დაჯექი ამაზე მეთქი და გამოიყენე მეთქი. ვთქვი. მაგრამ როგორ უნდა გაითვალისწინოთ თქვენ. ამიტომ ეს არის ჩემი შეხედულება და ესე და ესე ხდება. ხო, დაახლოებით 14, ესე გრუბად ვთქვათ, მოდი 14 წარმატებული ტრეიდის გახსნის შემდეგ გადალახავთ ფანდებს. აკაუნტის დაკარგვის სცენარი. ხა უყურეთ, წარმატებული ტრეიდების შემდეგ, ნუ თუ $1000 გვაქვს ლიმიტი აკაუნტზე, დაახლოებით დაგჭირდება, რომ $100 თუ წავაგებთ თო ტრეიდში, $100 წავაგებთ თო ტრეიდში, ეს იქნება 19.7 ტრეიდი, რომ აკაუნტი დავკარგოთ. ანუ 19 ტრეიდში აკაუნტს არ დაკარგავ. ამ რისკ მენეჯმენტს რომ მიყვე რა. ეხლა ეს არის სკალპინგისთვის, სვინგ ტრეიდინგისთვის ეს არ არის, ანუ სვინგ ტრეიდინგს ვერ გამოიყენებ ფიზიკურად ამას. ეს არის სკალპ, მე როგორ ვაჭრობდი რა? სკალპერობდი, ძალიან მალე ჩავხურე ფანდები, მე მეორე ფანდები ჩავხურე 3 დღეში ამის ეს არ მივაჭრე ეს მენეჯმენტი, მაგრამ შეგიძლია 3 დღეში ჩახურო, 2 დღეში ჩახურო, მაგრამ ნუ დამწყები თუ ხარ, გირჩევდო ცოტა ხანი სტაბილურად მიყვეთ და ნელ-ნელა გააკეთო, ვიდრე ეგრევე გარისკო რაღაც 5 მინუტი შეხვიდე და უცებ, აი დღეს უცებინა რომ გადავლახო ფანდები. ეგრე არ ხდება. უბრალოდ ეგეთი ფსიქოლოგიით უფრო დაკარგავთ, ახავს ვიდრე მოიგებ რა. ეხლა რომ მე რო ვიფიქრო, აი მინდა რომ ხვალე მილიონერი ვიყო, ასე მინდა, ისე მინდა, ანუ როგორც ჩვენ გვინდა ის არაფერი არ ხდება ცხოვრებაში. უნდა მიყვეთ ჩვენ გეგმას. გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ეს გეგმა თუ არ მექნება, მე ხო დავждები აკაუნტზე და ტრეიდში და დღეს 100-ზე ესევა, რომ მოდი 4 მინუტი შევალ. მე მეორე დღეს 4 მინუტი.
ანუ ხდებით ხო ძალიან ბევრი ვიდეო შევწერ, ამაზე მთავარია, მოიხოდოს ვიდეოები და აქტიურობა იყოს, იმიტომ რომ აქტიურობას ვერ ხედავ ხოლმე Discord-ზე. Discord-ზე ხო აქტიური ხალხი, მაგით ვწერა ვიდეოს, მაგრამ თუ YouTube-ზე გააქტიურდება ხალხი, Instagram-ზე ასე შემდეგ, დამიჯერეთ რომ კონტენტს არ მოგაკლებთ. ამიტომ ხო 19 ტრეიდი აკაუნტს დავკარგავთ და დაახლოებით 19 წარმატებული ტრეიდის შემდეგ აკაუნტს დაკარგავთ და მაგრამ დისციპლინა შეინარჩუნეთ. მაგრამ დისციპლინა გექნებათ, იმიტომ რომ ეს არის გამოწვევა ერთგვარი, იმიტომ რომ შენ თავში დარწმუნებული არ ხარ და უბრალოდ არ გჯერა შენ თავის ამ აკაუნტის ჩელენჯი არ აიღებ და ვერ გამოცდი, ხო? ამ დროში კაპიტალის პრობლემა ნამდვილად არ არის. შეიძლება ლეპტოპი გამეთიშოს, ამიტომ ეგრევე დავდებ ამ ვიდეოს ეგრევე. შეიძლება კაპიტალი არ გაქვს, რომ ეგრევე ჩარიცხო შენი ფული, ასე იქნა, ის იქნა, მაგრამ გამოსავალი არის. ეხლა მე გირჩევდით Findoke-ის $5,000 აკაუნტს, იმიტომ რომ ჩემი კოდით რომ გამოიყენოთ FXUK 50, მაგის ლინკი ყველაფერი იქნება აღწერაში, რომ გამოიყენოთ $5,000 აკაუნტზე გექნებათ 50%-იანი ფასი ეკლება, ანუ $44 მაგრამ იქნება $22. ძალიან კაი ფასია. Payout-ები გექნებათ კვირეულად, დაახლოებით არის 11% მთლიანობაში profit target-ი. პირველი ფაზაზე იქნება 3%, მეორეზე თუ არ ვცდები 4 და მესამეზე უკვე 6. თუ სამ ფაზიანს აიღებთ, თუ ორ ფაზიანს აიღებთ, უფრო ნაკლები იქნება, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს იყო, უბრალოდ ამას ვიყენებდი, ის მე ვიდეო მოითხოვეს, რომ მე დავწერე ეხლა რომ რა სიცრუეებით რომ მოგესმინათ მეთქი, ეს იყო, ასე ვიყენებ მე, ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეგეც გაითვალისწინეთ, ეს არის ჩემი შეხედულება მარკეტზე. ესე ვაჭრობდი, ესე ვიყენებდი ამ risk management-ს და გეგმა როგორ ვიყენებ მე ჩემ გეგმას, რა მიწერე გეგმაში, როგორ მიწერია, ეგ მაგის ვიდეოს თუ გინდათ, იდეში ეგ შემდეგში უნდა დაიმსახუროს კომუნიტი, იმიტომ რომ რავი, აქტიურობს როცა ვერ ხედავ და არ აქტიურობს ხალხი, ცოტა მეზარება ხოლმე რომ დავждე და ვიდეო ჩავწერო ხოლმე. ამიტომ თქვენ просто იაქტიურეთ, მოიწვიეთ მეგობრები Discord-ზე, ასე შემდეგ და არ მოგაწყეთ მეც. ამიტომ დროებით, წარმატებები და კითხვები კომენტარებში ან Discord-ზე. თქვენ იცით.